დეპრესიასთან გამკლავება რთული პროცესია, მაგრამ არსებობს გზები, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროს. შემოგთავაზებთ რამდენიმე ნაბიჯს, რომლებიც შეგიძლია სცადოთ. პირველი. საკუთარი მდგომარეობის აღიარება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ დეპრესია რეალური და სერიოზული მდგომარეობაა. ეს არ არის უბრალოდ ცევდა ან დროებითი მელანქოლია. მეორე. პროფესიონალური დახმარება. ფსიქოთერაპევტი ან ფსიქოლოგი შეიძლება ძალიან დაგეხმაროს. ფსიქიატრის დახმარება საჭირო ხდება, თუ სიმპტომები ძალიან ინტენსიურია და შეიძლება მედიკამენტოზური მკურნალობაც იყოს საჭირო. მესამე. გრძნობების გაზიარება. არ დაახშო ემოციები. ახლობელ ადამიანთან საუბარი შეიძლება შვების მომგვრელი იყოს. თუ არ გსურს პირისპირ საუბარი, შეგიძლიათ ღიური აწარმოო და ემოციები დაწერო. მეოთხე. ჯანსაღი ცხოვრების წესი. ფიზიკური აქტივობა. რეგულარული ვარჯიში ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. ჯანსაღი კვება. ბალანსირებული კვება დადებითად მოქმედებს განწყობაზე. ძილის რეგულირება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიძინო და გაიღვიძო. მეხუთე. სტრესის მართვა. მედიტაცია, იოგა, ღრმა სუნთქვის ტექნიკები ან უბრალოდ ბუნებაში გასეირნება შეიძლება დაგეხმაროს სტრესის შემცირებაში. ეცადე, თავი აარიდო ტოქსიკურ გარემოს და ადამიანებს. მეექვსე. პატარა ნაბიჯებით წინსვლა. ყოველდღიურად პატარა მიზნების დასახვა და მათი შესრულება თვითშეფასებას გაგიუმჯობესებს. თავს ნუ აიძულებ დიდი ცვლილებების გაკეთებას ერთდროულად, ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მეშვიდე. დახმარების მიღების არ შეგეშინდეს. თუ დეპრესია გაღრმავდება, აუცილებელია პროფესიონალური დახმარების მიღება. შენ მარტო არ ხარ, ყოველთვის არის ადამიანი, ვინც მზად არის მოგისმინოს და დაგეხმაროს. Tredi.com, ქართული სოციალური ქსელი.